ყარყატის პროდიუსერი. ზღვის ლომი. თუთი გუში. რავი, შენი გამოსული. ჯამ გაიღება ეს ელექტროკარები. ჩამოყვადია პროექტება თავისი. შედეგი დააფიქროს. და აი YouTube პროსტა ამოჭრილი ვარ ტიტანიკიდან. რომარცხნადა სტუდიაში. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო. დღეს სტუმრად გვეყოლება ძალიან ცნობილი მსახიობი. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის? გიორგი ხუსკივაძე, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმაკაცი. სავარად მოთარგმნია თუ ხუთს ელოდებოდა. ან გიაბაღა. არა, ვის არ ჩანს თუ გიაბაღა. შორის თუ თაშხიაზე ვიჟი. თან მსახიობ ცოტა მეხამუშა. მაინც რა. ნუ ამბობ ისეთ რაღაცებს, რაც ჩემს მაგას ეხამუშება. არის ორაზე. ცნობილი მოაცხადოთ თავიდან. ცნობილიც ცოტა დიდი მადლობა რა ვიცი მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შემიწვიეთ, პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ნუ რა ვიცი წარმატებებს გისურვებ მთელი გული და სულით. რა ვიცი, გამოიწერეთ ეს ულამაზესი არხი. ხო არ წყლის ულამაზესი რო ჩაგვიმართა. ულამაზეს და უსაფრთხესი მოდი ამ ჭიქით შემოზური. მოდი არ გადავიღოთ ესე თავი. 6 ლიტრა ჩინური მაქვს მაცივარში. აი, ისე ვიგამოაცხადა და რამდენი ლიტრი ჩემ დიგა. ცუდი რეიტინგის წესები მარტივია. დაისმევა კითხვა და რეიტინგის მიხედვით განთავსდებით შესაბამის ნომერზე. პირველი კითხვა. გთხოვთ. ვის აქვს ყველაზე უცნაური ნიჭი? ჯერ და ვიმშელო. მე ვაკეთებ დრელს და ძროხას. ძროხა ეძახის მეზობელს, რომელიც დრელით მუშაობს რა. ნახე, მივიდა ძროხა რა. და იქიდან მეგობარი, მიდი აბა. როგორ უფრო кайდე. ბიჭო, ეგ ძროხა და ცხარი გაიჩინდა. ხო, ძროხას და ცხარს ვაკეთებ. ზურას იმას გამოვცობ, მე შემიძლია გავაკეთო მშვილდის რო და ყავს რო მოხდა. ყავს გაუშვი. მეხუთეზე უნდა ვიდგე? არა. ეკუთვნის აშკარად გადასვლა. მინიმუმ ძმაო ერთით უნდა ჩამოვიდე. კი, ნამდვილად, ერთით ჩავიწიოთ თუ შეიძლება. შენ რატო გრაცი გადავედი მეხუთეზე. ოჩი შემართა. მე ძმაო, მე ნახე. აი, შემიროლები არ გამოგივიდა ზურა. რა, სამაგიეროდ რევიას ეწიუჩი. ხო და ამიტომ დამსახურებული. მაშინ მინიმუმ მეორეა. ნახე? მე დამაკვირდით სახეზე, მე შემიძლია თვალებს დაელმება 100. ეგ დავადება. წინა გადაცემაში გქონდა ეგ. ზურა, აი ვაკეთებ. თან უფრო გაკეთებ. არა, ნახე, შენ 100 აკეთებ. მე გეუბნები ესე. ხოსკი მაგარ ჩაიჭო. იქით გადავყავ. ბიჭო, მე მაგ ძიუდოისტი და ვუკრა ვიოლინოზე. თან შემიძლია ვიჭიდაო. თან დაუკრა და პერფერატორის ხმა შეიძლება ზური თანო. შენო ვიოლინოზე კარგი ხარ. მაგრამ კაცს რომელიც ვიოლინოზე უკრავს, ჩემზე ნიჭიერი ასე ვთვლი. ამიტომ ეს დონე გადაიწიე. კაი, მე გადმოვდი ხო? მარა, აი, იქეთი მეხუთე სტაბილური მეხვდი არ ბიჭო, ეს ხმოვანი ნიჭები არ მაქვს რა. ან თიცე შემიძლია რაღაცებს გაჩერებაც, მო. აი, დონი გაიჭერეთ იცი. ვადერგი გაიჭერე. ყველას ხო გონიათ რომ ხუსკი ჩემზე ნიჭიერია. ბათი. არა, რატო ან ვიოლინოზე. ბიჭო, ვიოლინო. მე სუმინდოდა რომ ვიოლინოზე დამეკრა. შეიძლება გამოიყენო უცნაურ ნიჭზე ხო საუბრობთ. რაში შეიძლება გამოიყენო თიცე რაღაცა ჯოხის გაჩერებას, მაგრამ აი ესე, წარმოიდგინე, გავარ ესე და ვიღაცეები იზახიან რომ ჭანტურა ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი ძმაო. ანუ ეს რაში უნდა გამოვიჭანო? მოდი მაშინ უცნაურ ნიჭზე საუბრობ. ეპოქა რა შუაში არის? თელი პირობითაც ეგვიპტური მითოლოგია რაღაცა ბალანსი არის, რომ ხალხი ბიჭო, არა. იმის გამო რომ ზურა ამ მომენტში ვერ გავაჩერეთ, დროს ვიხელდებთ და გეტყვით რომ ჩვენი სპონსორია ბურგერ ბარი ჰილი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღწერაში. მაშინ მოვითხოვ ჩელენჯს. თუ შეიძლება რომ ჯოხი მოგვაწოდოთ. დავიწყო? დაიწყე. ძმა. შემიძლია 1-4 კითხვა ესეთ. იყავი 4 კითხვა ეგრე. შეცვლა შემიძლია. 4 კითხვა იყავი. და შეცვლა შემიძლია ძმა. აი ხლა მიხვდა. რომ ვარდება მაგდროს თითებს იწვევს. არა, ძმა. რაღაცა სპილოს თუ და. მოიყვანეს სპილო, მიდი მოიყვანე. აი ხა ის. რომარცხნადა სტუდიაში. 2 hours later. აი, მაგარი ხარ მეხუთე ადგილზე არავინ არ არა, გეცნობს. ძმა, მე ისე მეხუთე პროსტა უცნაური ნიჭი არის, უცნაური ნიჭი.
კი ბატონო, მაშინ გთხოვთ შემდეგი კითხვა დაგვისვათ. ვის უფრო მეტად უყვარს სოფელი? სოფელი ვის არ უყურს რა ვიცი. მე ვერ ვიცხოვრობდი ძმა, მაგრამ ვერ ვიცხოვრობდი არა, ვის არა, ბიჭო, ხო და რაღაცაში ხო გამოიხატება სიყვარული. მე არგუმენტია, რომ ალბათ ერთადერთი ვარ, ვისაც ჩემი სოფლის სახლის სტატუტი გაკეთება მინდა. მე უფრო კარგი არგუმენტი, მე უფრო კარგი არგუმენტი მაქვს. კი, ნუ ინახო შენთვის. რა. არა. იმის გამო რომ დანაკლისი მქონდა ბავშვობიდან სოფლის, ანუ არ მქონდა შეხება. ამიტომ ეხლა ძალიან შემიძლია ის პერიოდი, რასაც ვატარებდი სოფელში, ანუ დასასვენებლად ჩავდივდი მაგრამ არავინ არ მყავს. აგიტომ მოყვარს ის სოფელი, იმიტომ რომ ჩემით ეხლა ცევდიან რუბელეო დამადო და წვიმა რომ მოდიოდი, მე არავინ არ მყავდა არასდროს სოფელში, ამიტომ ჩემით ძალიან შემიყვარე სოფელი. არ ვიცი რა არგუმენტია, მაგრამ თქვენ კი იცით რა. არა, კი, შევთვის მისაღები. მე გულიდან ამოსული ჩემი არის ალბათ ის რომ მთელი ბავშვობა გატარებული სოფელში რა. ზაფხულის არ დადეგები სულ სოფელში ვიყავი და იმდენად ბევრი კარგი მოგონება გამაჩნია რომ მინატრე ბიჭო, ჩემი აზრით და სიყვარულს და შეფასებითია რა, ეგეთი რაღაცა და სიყვარულს ესე ვერ გადამოცემი, ჩვენ სოფლის სიყვარულს. რა თქმა უნდა. ან ყოფდა სოფელი, მოდი მაშინ ვის არ უყვარს, ეგ თქვას და ზურა ვერ ვიცხოვრებდიო და. ის არ კარგია. საგედა დავიწევი. ვის არ ვიყვარს, ეგ ვიყვარს. ბიჭო, მე პირადად ჩემი ბავშვობა მე დავთვალე რომ ჩემი სოფელი რაჭაში მიყვარს ძალიან. მე ხაშურში. იმერეთი. არა, სად? არა, სად რაჭაში ამროლაულში. სოფელი იმერეთი. იმერეთი ტყიბული. ვინ რა ხავს თქო? გული სოფელი არა. ზესტაფონერებმა ვიცი დაგეთრო ტყიბული. სოფელი არ არის კი ფონი. არა, ყვალი. ჩემი მზადები ბრატ. ვისი რაღაცა. მაიტა შემდეგ კითხვა წარმოგაჩიეთ. ვინ უფრო კარგი მსახიობია? მოვძანდით ბატონო ხუსკი, მოვძანდით. ცოტა შეიძლება კიდე აუცილებლად და იქით გიწევს მე. არა, ჩემი აზრით ჯონი დეპს უნდა მოეგო ეს. არა, ხუსკი მოიგო. მე მგონია დალშა პრაქტიკის მიხედვითაა რა. გადმოდი ხო. მამ ხახადებლისა უდაბნოსა შინასით ხო და ახლა. ეგ ხო მართალია ზურა. მე დიდ თეატრში ვარ და ნათამაში. მართალია PUBG სლოტები. პატარა თეატრში მაქვს ნათამაშები, ხაშურის პატარა თეატრში. ჩატურ გაუწვა. არა, ისე ობიექტურად. ჩისტა ობიექტურად რო აიღო. მე გაუცვლი კაცო, მე გაუცვლი. და მარგ არგუმენტი დგავარ აქ. მე გავგიცნობ, მოდი. არა, ხო დაუყურე. მოდი ძმო, მე გიცვლი, იმიტომ რომ მე არ მითამაშია. სილებაზეა უბრალოდ. არა, უყურე, კარგი, ეგ კითხვა იყო კარგი მსახიობი. ეხლა მე ობიექტურად ჯონი დეპი. ეხლა თანმიმდევრობას პროსტა ვერ დავადგენ, მაგრამ ჭანტურას თამაში მახსოვს პროსტა კავენიდან და ან მე პირენ არა, კარგად არა, თამაშობს ძალიან ეს. მევასებო და ჭანტურას თამაში მართლა რა. მოგიარებ. სეხოსი და მეგობრებო, ბატონი რევი და ბატონი ჭანტურა არიან ჩემი მასწავლებლები, ესე რომ ვთქვათ, მხიარულთა და საზრიანთა გუნდის. მე ვუყურებდი მათ თამაშებს, როცა ყმაწვილ ბიჭები იყვნენ. იყოს. ყვაწვის ბიჭი არ უხდა ჭანტურა. მე ჩემი ნებით დავიკავებ მეხუთე ადგილს, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ბატონი რევის თამაში. მალო. ახლა მე მაინტერესებს. შენაწიროთ გახარ, ანუ მინიმუმ უნდა გამოავლინო, რატომ ჯობი ხარ სამსახიობო ნიჭის. ჭანტურ ცხენის ეწიუდი გავიკეთე. ხო, გავგე. ეს უცნაური ნიჭერში სად იყო? ხო, ანუ უცნაური. არა, კარგია. არა, დონ, ცხენის ეწიუდი გავიკეთე. არა, ეს ის კაი იყო. ახარ აშვებით. ერე იგრო გაიყო. კარგია. იყო ძმა. ეს იყო აი მსახიობი იყო და ჩემი დახვეწ. ბოლოს როგორ მსახიობის თქვა რა იყო? დინამეტაზე კაი გადამეტე. ვინ არის ყველაზე კარგი მსახიობი? ცხენს კარგად ხორო. არა, მართლა ჩემე ისე მაშინ რაღაც. ცხენი გავიკეთეს ადამიანებმა, დავიკითხე. რა ეგრე მე შემიძლია ვილაპარაკო, რომელსაც ვერ დავამტკიცებ ეგრე. ჰოლივუდში როგორ თამაშობდა თორნიკე. და YouTube-თ. და არ მინდა მაშინ ეხ და YouTube-ე, პროსტა ამოჭრილი ვარ ტიტანიკიდან თუ და YouTube-ე. ადამიანმა ცხენი ხო გააკეთა, ანუ სხვადასხვა ის ხო არ გვექნება. ცხენს არ გავაკეთე, ნებისმიერ სხვა რაღაცა მითხარ და გავაკეთე. ჩაინიკის ადუღება. ჩაინიკისა. მიდი. მაიც მეც მაყურები. რე მიწია და
გონილია. მე მაგალითად ესე გავაკეთებ. იმიტომ რომ ყური არ ქონა ჩაინიქს. არა. მოდი მინუსები ვეძებთ. კარგი ხმა იყო. ამდენი მინუს, ამდენი ზგი. მე ელექტრო ჩაიდალი ვარ, პირველი მინუსი ხა ეგ არის ჩემი. ესე დღევანდელობიდან მსჯელობთ, ჩემი აზრით, მაშინ ყველაზე ბოლოს ვის უთამაშია? სად უთამაშია და ვის უთამაშია რა, ხო? მე ვითამაშე კავენის ფინალი ახლა 4 დღის წინ. დათას გუნდს დავამატე ვიციყო. კი ბატონო. მე კი ესეუში მაქვს მანამდე ნათამაშები. მე მანამდე თესეუში ესეუში ერთად გვაქვს ნათამაშები. მაგ ფინალზე მეც ვთამაშობდი, მე მოვიგე ეგ ფინალი ოღონდ. მე კაიხანი არ მითამაშია. გადმოდი. გადმოდი ვარ. ცოტა მე სად ნათამაშები. გადმოდი. ეკა მე წამი ეს არა. კახეთზე ადრე აქეთ ადრე. ბოლო ერთი მე დაშენ არგუმენტი გვაქვს ძმაო. გუშინ წინ მე და რევიო კი ვიყავ ბატონო, ხაჩადები. ქონდა ეგ არგუმენტიც კი. ფილმში გადაგვიღეს. კი ბატონო, თან კარგად. ასე გიბიო. ხო. როდის? გუშინ წინ. გადავდი. ბოლოს ბარტლა, აი მე პირადად ჩემი აზრი რო თქვა, რეალურად მე არ ვარ მსახიობი. ნუ რაღაც მიწევს ხომ სამსახიობო რაღაცების შესრულება, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ვარ. და თუ ეგრე მიდის, მაშინ ვისაც თუ მსახიობზია, გაიგე? ლაპარაკი, ვისაც იმენა მსახიობო. აი, ხუსკის დამსახურებული პირველი ადგილია. ქერის გავიყვანდი პირველ ადგილზე, მაგრამ შემდეგი კითხვა დაგვისვი. ვინ უფრო კარგი სპორტსმენია? მე ძალიან ცუდია სპორტში. ეგეც მოდი ამოცებული. ხო, თუ გინდა ისე ყველა მიცის აქედა რომ ერთადერთი რასაც ნორმალურად თამაშობ არის პინგ-პონგი. ის რევიას უგებ ყოველთვის, მაგრამ ისიც ერთხელ წამოსაძახებლად აქ რევიას რომ ვეთამაშე და სულ ხო იმომიგო. არ მინდოს, მე ვერც აკვიდგები. ვერცი რამე ნამუსობა და მაიმუნობა თუ იქნება სპორტი შეიძლება ცოტა გამოიწიო, მაგრამ დიდი ალბათ. აი, ზაიმოვრებო, მე ვთვლი რომ შენ არ ვიცი როგორ გამოიჩები სპორტში, მაგრამ ჯერჯერობით აქ დაგაყენებ. მე ვთვლი რომ კარგი სპორტსმენი ვარ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მე ფუტსალს ვთამაშობ, კარგად, რაგბისაც ვთამაშობ კარგად, ჭიდაობაც მეხერხება, კალათბურთიც მეხერხება. აი, მოდი დაიწყე რომ მე ფეხბურთით იცი. კი ბატონო. ფეხბურთით ვის ჯობი ხარ აქედან მითხარი. ჩემს გარდა. მე ვარ ყველაზე არასპორტული. აი, მან ალბათ მე და შეიძლება გავიცვალოთ, მაგრამ არ მექნება პრობლემა. აი, მე ვფიქრობ რომ ფეხბურთში ზურასაც ვაჯობებ. ზურას კი მაგრამ ზურას ვერ აჯობებ. ზურას აჯობებ. თორნიკეს მეც მაგას ვიძახი რომ შეიძლება ვერ ვაჯობო. შეიძლება რაღაცა სპორტებს კარგად თამაშო. მაგრამ ძალიან მეზარე რომ შემოთავაზ წამოყალიბდი თამაშობ და არ ვითამაშებ და მე არასპორტულობა. უბრალოდ არასპორტულია და მგონია რომ რევი არ ეთნდა ხარი? წამოგალოდოთ ვითამაშებ. ესაც მოусმინოთ რატომაც არა, მოდი. მე აი ეგეთ რაღაცებზე ვიკიდებ თუ მაგალითად ის სპორტი მე გულზეა. მაშინ მე ვცდილობ რომ ზურასაც უნდა გავუცვალო ვადი. წამოგალოდოთ. ბიჭო ახლა ლუდი არა, ისე იცის უეჭველი დღევანდელობიდან რაღაც ვერ არის. აი ისე ნებისმიერ სპორტს შეიძლება დაგიდგეთ, რომელიც ოღონდ სრულფასოვნად ვითამაშე 91 წუთი ნებისმიერ სპორტზე. 90 წუთზე და ზოგზე 80. კალათბურთზე 60. თუ შეიძლება შემდეგ კითხვა რომ გამოუცხო. ვინ უფრო კარგი პაროდისტია? მეგობრებო, ერთ რაღაცას ვიტყვი რა. პირდაპირ ვიძახი რომ პაროდიები არ გამომდის, ამიტომ პირდაპირ გადავალ მეხუთეზე. შეიძლება ცოცხალი ადამიანის პაროდია არ გამოგდა, კვარის გააკეთე. ასე დაიდე და თქვი რომ რაღაც ეგ ხამონი ხარ მე არველაძის პაროდია შეიძლება გავა. რომლის? ორივეს ერთად გაგიკეთებ რომ იქნება რაღაცა გამოვიდა. რავი, ყავით ბიჭები გამოსული. ზოლაც იყო და შინიც იყო და თავდადებას და შოთიც აქ იყო. ვახ ბიჭო, წინ ვიღაცა ახლოს რომ მიხვალ მეტრანახევარშიც გაიღება ეს ელექტროკარები. მე რევიას გააკეთე მაგაზე ლაპარაკ. ბიჭო, მე პაროდიებს ეჭი არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან დონი ჩემზე თამდაბალი აღმოჩნდა, ამიტომ მე მეოთხე ადგილზე გადავინაცვლებ. წამზანდით. ეს რა პროსტა ნორმის გამოჩერები და გადავიწიო. აი მე მგონია რომ ბალონი ედიგა მე მეც რა ფიქრობ რა ვაკეთებ სახში მე რევის ყარყატის პაროდია ვიცი. ზღვის ლომი. თუთი გუში.
იმანო კიდე ისა ზურა თქვენ გენაცვალ ისე ვიცხებდი და შოთა ჯერ ისა ეცადა იყო არაბეს როსტევანი შოთა დაისურა ბრავო პას რაგბის კომენტატორი მიძრევი შეშანიშნავი ეს ძალიან კარგი ამინდია იმისთვის რომ ჭაბუკმა მიატყუებინება თავისი შედეგი დააფიქსიროს სპორტის სასახლეში შეიძლება შემდეგი კითხვა დაგვიშვით ვინ უფრო კარგი სუპერგმირი იქნებოდა? ჩემია ეხლა ის უფრო ყველაზე ცუდი სუპერგმირი ზარმაცი ახი აშა კიდან გამოუყვე მე ვარ ძმა ცუდი სუპერგმირი იმიტომ რომ ზარმაცი არა სუპერგმირი რატო ბოლოტის სუპერგმირები არ არსებობენ როგორ არ არსებობენ ულტრამენი შეიძლება კი კი აბა სუპერგმირი იმათია ცუდებისთვის არის გმირი აჰა პარალელურად სამყარო შეიგრე არის არა შენ 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 გმირობა გეზანა არუს რა იქ სუპერძალა რომ ექნებოდა მე ზარმაცი აღარ იქნებოდა ჩემი ეზი ლუჩის გაფრინდა ნახე ეხლა გაფრინდებოდი ზამოჩი ხოლო თვალი თუ შეგიძლია გააცხელებდი მწვადს არ შეიძლება მოკეიბე მაგას გამოაშლობდა ეს სუპერგმირი არ შეიძლება რომ მიკიდმენი საქართველოს ძალიან კარგი კადრი იქნებოდა აფინო აღარ არის კაცია ძალიან მომწონს სუპერგმირი რატო გამოიშტორი ეს პისონები კარგად ვაიზრებდა მე ხო გითხარი შენ ხო არ გაგიდია რა სუპერმერი იქ როგორი სუპერმერი იქნება ან ვისი სურვილი გაქვს ბიჭო მე ალბათ მინდა რომ უჩინარი ვიყო და ლივერპულს გოლებს გაუტანა მე ტარაფეში გამოიყენებდა ეს პულტი რო დაფუძნეს ჰოპა ასტა ჰოპა მეორე ზადა უჩინარი ვიქნებოდი და ბევრ ადამიანს დავეხმარებოდი ე კონკრეტულად ვინც კარგად ლექციობდა რა ქვია ჰალანდს იმაში მე ვარ ჩვენი როარ one day it's ჩვენი როარ უთარამებდა რუსთაველი one day-ია სუპერგმირონიჭი რაც არის ალბათ იქნებოდი უჩინარი ადამიანი და გადავარჩენდი ყველას და კიდე ერთ ნიჭი მინდა რომ ქალების მესმოდეს აი პარა ჩემი კონტენტი უფრო ძირითადად კაი შენ ანიჭი ეხებოდა გიო ეს აქვს შესაძლებლობა რომ რამდენიმე ადგილას იყოს და შემეძლება რომ ბევრ ადამიანს დავეხმაროთ იქ ხაჭაპური დაჭრას მარილი მიიტანოს ეს ტიპულში იქნებოდა ზუსტად სადაც შენი ჭირი პასუხის გიო ჩემზე კარგი სუპერგმირი ვერ არის მაგრამ ჩემს კარგი სუპერგმირი მე უჩინარი ადამიანი გავიწუწები შენ ეკითხა ვის გაუტარებია ყველაზე დიდი დრო ტუალეტში? აი ეგ ცუდი ჩვევა მაგ რა ზაგეცელება მართლა გეტყვით რომ აი მათემატიკა მიყვარს მათემატიკას რამდენი იყო მართა რო გამოხვედი მათემატიკას მეცადინეობ უთხოვდი ძალიან დიდ დროს ჩაბარებული მაგ და მიყვარს რა თოფურიას წიგნით შევდიოდი სკამით შევდიოდი ხოლმე მალეჩი ძმაო ჯდებოდი მოდი მაშინ მეცადინეობ ეხლა წავდით გიტარაზე შევედი მართლა მიტყდებოდა გარეთ სულიერა და ყველაზე წდარი ადგილი იყო ტუალეტი და ტუალეტში შეშლება ტუალეტში ვწოვდი ხოლმე ეგ მეთოდი ჩემთვისაც მე ეხლა გიბუჯდებოდა ხოლმე ბიჭო კი და ვეღარ დროუნდა ვარქებდა შე არ ზურას მოусმინო ვთქვი რა შეიძლება ნაკლები დრო გავა არ სიამოვნებს არც ერთი საძინებელი რაც საძინებელი არა ეს საჩები კად გაში მე
მე არ მიდა მე უნდა იდოს ამ არა მე რატო მე და რევი გიტარა მათემატიკა მაგრამ თოპურიას ვაფთობები და გიტარა ისეთი რაღაცა არის ეს დაგითხოვრე არა მე ვერ ვსწავლობდი ერთი ესენი შე ბიჭო მე დიდ დროს მართლა არა როგორ არა ერთთან მე მაგ არგუმენტ ჭანტრო აკომდეკეს პირველზე ეს ჩაიგედა რუსთავი ორი დედა სულთა გაგის მომალას ვაპირებდი ხას არ ვარ ხოლმე მაგრამ შენ მარტო რუსთავი ორი იცი აქ ერთხელ სახში ჩამეკეტა და ერთხელ სახში ჩამეკეტა და ძალიან დიდი ხანი მომიწია იქ ყოფნა ან მე კითხო იყო ყველას დიდი ხანი ვის გაუტარებია ძალიან დიდი ხანი დაახლოებით 6 საათი სახში ჩავიკეტე რა კეთეთ ბიჭო რა ძალიან დიდი ხანი ვიყავი სხვა კაფელები დავთვალე შუქი გადაიწვა მე და შორის ახალ ტუალეტში ვარ სისტემატიურად დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე ვჩერდები ხოლმე. ეს ითვლის ბიჭო წამწომიჭები შევა წამწომკამდე და ითვლის და თუ გადასდა 7 წუთს რა არა, ერთხელ მაგ გატარებული 4 საათი მაქსიმუმი, მეტი არა. რატო? ბიჭო, ეს არის ჰარი პოტერს ვკითხულობდი რა, 4 საათი ჰარი პოტერს და ფილოსოფიურ ქვას. ცოტა მეტი თუ მართლა კი, ანუ მე პროსტა ესეთი სიტუაცია იყო, რომ კითხვა შევყევი რა. და მე ფექსს ვეღარ ადგა. მე გამუჟევა. მოდი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ჯბა. შემდეგი კითხვა თუ შეიძლება გამომიშვიდე. ვინ არის ყველაზე ჯუჯღუნა? ვინ არის ყველაზე ჯუჯღუნა? მე ზუსტად მაგის გაცობიტუა ზურა და ოფშად მე. ეს კითხები ზურასწრილია ყველა ფერში არა სურა ჩემი აზრით ჩემი აზრით იმდენი ლაპარაკია ჩემი წეგან არის აი მოდი შეცა ეგ თუ ილაპარაკე თუ ამ კითხებს ჯუჯუნა ვარ ხო და დარჩეს თუ ამაში მაშინ მე აღარ ვარ ჯუჯუნა ბიჭო უყურე ჩემი აზრით ჯუჯუნა დარჩება კი მე ვარ არის მოხწევი ხო ჯუჯუნა ჯუჯუნა ანიხაჩიძე არის არა, ჩემი აზრით ყველა უნდა ჩავიწიოთ რევის დაუძღვრეს. არა მე ვიტყვი ჩემი ჯუჯუნა კავენზე კარგად გამოსული ყველაფერი და და თუნდაც ეს ყველაფერი არის და ლამაზად აი ამას გამოიხატება ჩემი ჯუჯუნა გავაკეთოთ ნუ სვავთ აქეთ ნუ ეწევით ამას თუ შვებით ეხა შვებზე გადამოვზურო არა მარტო ჩემი ჯუჯუნა იმით გამოიხატება ჩემი ბრალია მე ზურა რო ჩამოშორო შეიძლება საერთოდ არ არ ვიქრობ რომ არ ვიქრობ რომ მეორეზე ხუსკი უნდა ის გამოდი ირო ჯუჯუნა მე მგონია რევი რომ ის ადამიანები ჯუჯუნები და ჯუჯუნები ის არა მე მგონია ესე მარტო შედგა რეიტინგი ეს იყო ცუდი მეგობრების ცუდი რეიტინგი ჩვენს მოწვეულ სტუმართან და ჩვენს მეგობართან ერთად. მოკლედ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ ზარის გილაკის გააქტიურება. დაგვიწერეთ კომენტარებში რომელ კითხვებს ისურვებდით შემდეგ ეპიზოდში და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს. რამით ისე ხო არ გავიდეთ ორიგინალურად. არა. მართალი.